გველის მიერ ადამიანის დაგესვლის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლისწყაროში და არსებობს თუ არა საავადმყოფოში ანტიგიურზინის საკმარისი მარაგი. დედოფლისწყაროს საათი დაინტერესდა რამდენიმე წლის წინ დაგესლილი 2 წლის ბავშვის დაღუპვის შემდეგ რამდენად დაცულია საავადმყოფოში ვაქცინის ვარგისიანობის ვადები და გახშირდა თუ არა რაიონში გველის დაგესვლის შემთხვევები. დამაკმაყოფილებელია მედიკამენტების მხრივ. მარაგი როგორ არა? მარაგი გვაქვს. საპატრიარქომ დედოფლისწყაროში კერძო სკოლა გახსნა. ვინ უხელმძღვანელებს სკოლას და ვისთვის იმოქმედებს საგადასახადო შეღავათები. სასულიერო პირების და სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები სკოლაში უფასოდ ისწავლიან. ეს არის გაძლიერებული უცხოენის სწავლება პირველივე კლასიდან. თუ საჯარო სკოლაში უცხოენის სწავლას კონკრეტულად ინგლისურს ეთმობა მხოლოდ 2 საათი, ჩვენ ყოველდღე გვაქვს საღვთო ჯულს ჩაატარებენ, ამ გაკვეთილებს ჩაატარებენ მოძღვრები. ჩვენ აუცილებლად ჰერეთიდან ჩამოვიყვანთ ბავშვებს, რომ ისინი გავზარდოთ აქ და შემდეგ დაბრუნდებიან ჰერეთში. დედოფლისწყაროს სახელოვნებო სკოლას გათბობა და რემონტი ეღირსა. 10 წლეულების შემდეგ პირველად მოსწავლეებს რეაბილიტირებული შენობა ელით. ალბათ 15-20 წელია, რაც ჩვენ სკოლაში არავითარი ცვლილება არ მოხდარა. ის რაც საქართველოს გადაიტანა, ის იგივე გადაიტანა ჩვენმა სკოლამაც. რა ინსტრუმენტები გადასცა სამინისტრომ სკოლას საჩუქრად, ნახეთ კვირას 17 საათსა და 30 წუთზე ობიექტივზე, თოქ-შოუ დედოფლისწყაროს საათი.